შავი შაშვი ჩიო და ასე ჰქვია რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის მოკლემეტრაჟიან ნამუშევარს, რომლის პრემიერაც გაიმართა ეროვნულ თეატრში. ნამუშევარი მუსიკოსისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის და მისი ბაბუის არტემ ერქომაიშვილის ცხოვრების რეალურ მომენტებზე აგებული. მოთხრობილია ისტორია, თუ როგორ მოხვდა ქართული სიმღერა გურიის პატარა სოფლიდან ტოკიოს საუკეთესო სცენებზე. შავი შაშვი ჩიოდა, რომელიც არის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კონკურსში გამარჯვებული ფილმი. ნამდვილ ეპიზოდებს ასახავს იქიდან თუ როგორ მივიღეთ ჩვენ ასეთი უდიდესი პროფესიონალი, როგორიც იყო ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც უდიდესი ადგილი უკავია ქართულ კულტურაში ზოგადად, ქართულ მუსიკათმცოდნეობაში. ეს არის წმინდა ავთენტურ ქართულ კულტურაზე დაყრდნობილი ფილმი. წლევანდელი წელი არის ბატონ ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო წელი და ჩვენ მოგძალებულად შეძლების დაგვარად აი ამ სახით მიუძღვენით ბატონ ანზორს ეს ფილმი მის ხსოვნას და მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დაგვიდგა. მომავალში გვაქვს დაგეგმილი, რომ ეს ამ ფილმზე დაყრდნობით უკვე გავკეთდეს სრულმეტრაჟიანი ფილმი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პედაგოგი განვასახიერე ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ამ ფილმში. ისტორია ქართული ხალხური სიმღერის განსაკუთრებით ანზორ ერქომაიშვილის პერიოდზე, ბატონი ანზორი აღმოჩნდა ხიდი ჩვენ წინაპრებსა და მომავალ თაობებში, რომელმაც ტრადიცია ქართული ხალხური სიმღერის გადაარჩინა. ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილის გადმოცემა იყო ძალიან საპასუხისმგებლო.